მესმის. არგუმენტი არის ხოლმე რომ ჩვენ რა 11 წელი არ ვისწავლეთ, ცოტა ვართ მომზადებულები. მე 11 კლასი დავამთავრე. მაგრამ მე 5 წლიანი უნივერსიტეტი დავამთავრე და ეხლა რას გვთავაზობ 11 წლის დამთავრების შემდეგ 3 წლიანი უნივერსიტეტი უნდა გაიაროს. ანუ მე თუ 16 წლიანი განათლება მაქვს იმისთვის მიღებული იმისთვის რომ სპეციალობა მესწავლა. იმ მოსწავლეს რომელსაც ამ ახალი რეფორმის მიხედვით ისწავლენ, იმათ 14 წლის განათლება იქნებათ. ეხლა რანაირად არის ხა ეს დაბრუნება იმ სისტემასთან? არანაირად, პირიქითად, ვერანაირად ვერ იქნება. ანუ ეხლა არის 12+4, ანუ იმისი ეკვივალენტური ხანგრძლივობა, რაც მე ვისწავლე და ესენი გთავაზობენ 2 წლით ნაკლებს. ოღონდ 2 წლით ნაკლებს გავალწე. იმიტომ რომ სინამდვილეში გვეუბნება რომ მე-11 კლასის პროგრამა იქნება უნივერსიტეტებისთვის მომზადება. ანუ სინამდვილეში 10 კლასიანი განათლება გვექნება პლუს 1 წელი უნივერსიტეტებისთვის მომზადება. ეხლა აქ დავსვათ კითხვა მე-11 კლასში რას აკეთებს? ბავშვი რომელიც არაპირებს რომ უნივერსიტეტში შეაბაროს. ანუ რისთვის უნდა იჯდეს მე-11 კლასში? ამას რას მეუბნებთ რომ ჯობია გახვიდე მე-10-ის მერე თუ მე-9-ის მერე თუ ეგ არის ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა არის რომ გეუბნებიან რომ მე-11 კლასში თუ გინდა შევქმნით სპეციალურ კლასებს სადღაც მუნიციპალიტეტების მიხედვით. ხოთ მე-11 კლასში თუ უნივერსიტეტებისთვის მომემზადე. მე-11 კლასში რას ვაკეთებ? მე ამის მერე უნივერსიტეტების მომზადების მერე. მე კიდევ დავსვათ ესეთი კითხვა. თქვათ ზოგმა ბავშვმა დაამთავრა 12 კლასი, ზოგმა დაამთავრა 11 კლასი. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუნივერსიტეტო გამოცდებზე და ანუ ეს ნორმალური იქნება რომ ვიღაც 1 წლით მეტი იქნება ვიღაცაც ნაკლები ნასწავლი და უნივერსიტეტებში ეჯიბრებიან ერთმანეთს. კაი, კიდე წავიდეთ ახლა აი რამდენი უაზრობა არის ერთ პატარა თითქოს მარტივ გადაწყვეტილებაში. ეს 11 წლიანზე გადაყვანა ესე იგი რამდენად დასაბუთებულია მაშინ, როდესაც შარშან მთელი სასკოლო სისტემა გადაიყვანეს 9 სავალდებულოდან 10 სავალდებულო კლასამდე და სადაც დასაბუთება იყო ესეთი რომ დროზე ადრე გადიან სკოლებიდან, მე დროზე ადრე თხოვდებიან და რაღაც ოჯახებს ქმნიან, დროზე ადრე იწყებენ მუშაობას და ჯობია რომ რაც შეიძლება თითქოს ყავდეს სისტემაში. ეხლა 1 წლის მერე გეუბნებიან რომ ჯობია რაც შეიძლება ადრე დაამთავროს, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს მუშაობა, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს დამოუკიდებლად ცხოვრება და რომელს უნდა დავუჯეროთ ჩაშანდელ არგუმენტებს თუ წლევანდელ არგუმენტებს. ერთ-ერთი ხალხი გვიქცევს ორივეს. მაშინაც კობახიძეა. ეხლაც კობახიძეა. ანუ არანაირი განსხვავება ამ ხალხში მაშინ იყო კობახიძე, ახლა კობახიძის ალტერ-ეგო არის ალბათ, ანუ მეორე ცნობილი. ეს მიქანაძე, ახლა რომ მინისტრია, მაშინ იყო განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. ანუ კანონი რო შეიცვალა, სადაც 9 წლიანი და 10 წლიანზე გადავიდა. მიქანაძე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეხლა მიქანაძე იღებს გადაწყვეტილებას, რომ გახდეს რეალურად 10 წლიანი. სულ საბოლოო ჯამში. ხო და რომელ მიქანაძეს დაუჯეროთ? ჩაშანდელ მიქანაძეს თუ წლევანდელ მიქანაძეს?